ხად არის ეს ერეკლე, რატო გვიღალატა დღეს? ცივა ისე რა. ზამთარში ძალიან რთულია სხვათა შორის ამ გადაცემის ჩაწერა, მაგრამ ფორმატს არ შევცვლით არავითარ შემთხვევაში. ეს თითები რო გეყინება და რო გგონია რომ წაგძვრება, დაახლოებით ეგეთი სიცივეა. გასაყვარელია. ლაქნა ინტერნეტ სივრცეში დამიკავშირდა ერთი არაჩვეულებრივი, ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ქალი, რომელიც პროფესიით არის პედაგოგი და თან ბათუმელია. პატარ-პატარა ისტორიები მომიყვა საკუთარი ცხოვრების შესახებ. გამარჯობა. რაღაც გარკვეული სირთულეები, ცხოვრებისეული კრიზისები ჰქონდა და ამ ყველაფერმა უბიძგა იმისკენ, რომ შეექმნა საკუთარი სისტემა სხვადასხვა ცოდნებზე დაყრდნობით, რომლის საშუალებითაც არამხოლოდ საკუთარ თავს დაეხმარა, არამედ სხვა ადამიანებსაც ეხმარება. უფრო კონკრეტულად თუ რაზეა საუბარი, ამას უკვე თავად გვეტყვის. და შევხვდებით ჩვენ ახლა ნიჰარჩავას. გამარჯობა. მე ანა ვარ და მიხარია რომ პირადად გაგიცანი. მე ძალიან მიხარია შენი გაცნობა. შესავალში ვთქვი რომ უნდა გავაცნო ჩემს მაყურებლებს ადამიანი, რომელმაც ესე უეცრად შექმნა საკუთარი სისტემა, შეიძლება ესე დავარქვათ. რა თქმა უნდა, სისტემა, რომლის საშუალებითაც სხვა ადამიანებს ეხმარება იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება და პირველ რიგში შინაგანი მდგომარეობა დაალაგონ, ხო? კი, ასეა ნამდვილად. სიმართლე გითხრა, ეს უეცრად შექმნილი სისტემა არ არის, საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შედეგია. თავად ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე დამჭირდა მენტალური დახმარება და იმ მომენტში სამწუხაროდ ვერავინ ვერ ვიპოვე რომ დამეხმარებოდა, გადავწყვიტე, როგორც ბევრმა ქართველმა იცის, საკუთარ თავს თვითონ ვუმკურნალო მოკლედ. და დავიწყე ძიება, ვეძებდი ყველგან ასტროლოგიაში, ნატურალური ქვები, ფენშუი, მოკლედ ყველგან. ყველა ცოდნი და რაღაც მარგალიტები ამოვკრიდე. ერთად ავკინძე და შევქმნი სისტემა, რომელსაც დავარქვი ზრდა. ცენამ ამ კურსზე ვისაუბრებთ ამ სისტემაზე, შენი პირადი მაგალითი მომიყევ, რამ შეიძლება გიბიძგოს ადამიანს იქამდე, რომ რაღაცა საკუთარი სამკურნალო პრაქტიკა შექმნა. გარდა იმისა, რომ ცხოვრების დაძაბულ ტემპში ვცხოვრობდი, ამდენი წელი მასწავლებელი ვარ, ორ შვილს ვსრდი. ამ ყველაფერს დაემატა რაღაც პირადი, რაღაც არა საკმაოდ დიდი პირადი ტრაგედია, განქორწინება და ორი შვილით გადავედი საცხოვრებლად მარტო. გადავედი ქირით. არ დაგავიწყდეთ რომ ამას სერიოზული ძალები სჭირდება. კი, საკუთარი სახლიდან წამოვედი. უმცროსი იყო რამდენიმე თვის და უფროსი 8 წლის. როგორ გავუბედე მეც მიკურს, იცი, არ არის მარტივი ახლა ორი ბავშვით ეს ალკე გადასვლა კიდე დამატებითი პრობლემები იყო, იქ კომუნალური გადასახადი, იქ კვება, იქ ბავშვის დამტოვებელი, ნუ მოგეხსენება ეხა რა ამბები. ყველაფერი ვიცი. დატრიალდა, ეგ ყველაფერი ჩემთვის ძალიან ნაცნობია. სრულიად ჩავიკეტე. საქმის გარჩევები ალბათ და ასე შემდეგ. ხო, ნუ იყო ეს საქმის გარჩევებიც, რატომ გააკეთე, რატომ არ მოითბინე, როგორ ხდება ხოლმე. და სხვათა შორის მაგ გამოცდილებიდან მივხვდი ვინც მოითმენს ის არ მოიგებს და ჩემს შვილებს ამას ვასწავლი. ყოველთვის უნდა შექმნა ისეთ სიტუაცია, რომელიც შენ გჭირდება. ეს თავად შენ უნდა შექმნო. კი, თავად შენ უნდა შექმნო და არ უნდა სთხოვდე სხვას, დედას, მეგობარს, ქმარს, მამას. ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ შენშია და თუ მატერიალურ სამყაროში გინდა რომ ამ თავისუფლებას მიაღწიო, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყო დამოკიდებული და საკუთარი თავი უნდა გყავდეს საკუთარი თავის ბატონ პატრონი. რა თქმა უნდა. ეს არის აქსიომა და ნუ სამწუხაროდ ჩვენ ისეთ სოციუმში ვიზრდებით, რომ პატრონს ჩაბარების ჩაბლონი სამწუხაროდ დღემდე არის. მაგრამ აქამდეც რომ მიხვიდე, ალბათ რაღაცები უნდა შეგემთხვეს ცხოვრებაში. ხო, რა თქმა ფიქრობ, უნდა. ყველას თავისი რაღაც განსაცდელი აქვს, რომელიც გარდამტეხ როლს თამაშობს, აი სწორედ პიროვნების ჩამოყალიბებაში. ხო და ამისთვის ხანდახან ძალიან საჭიროა სტრესი. შეიძლება იმ მომენტში ჩვენ არ მოგწონს, მაგრამ მერე წლების შემდეგ ხვდებით, რომ ამან გასწავლა ჭრუა. მიხვედი იქამდე, რომ სერიოზული ამბავი მოიფიქრე. ხო, აი ეს მისვლაც მნიშვნელოვანი გარდამტეხი ფაქტი იყო ჩემი შვილის თვალებში წავიკითხე, რომ დედა რა გჭირს. ნუ მაშინ ვერ საუბრობდა, პატარა იყო, მაგრამ რაღაცა ერთ მომენტში თვალები შეეჩეხა ერთმანეთს და თითქოს ამ ბავშვმა ყველაფერი დაინახა, რაც ჩემს შინაგან სამყაროში ხდებოდა. აი ასე აღვიქვი. ხო, შეიძლება იგრძნო კიდეც და რაღაცნაირად შემრცხვა. აი ეს სირცხვილის გრძნობა მქონდა, ჯერ შემცხვა და მერე გავბრაზდი, რომ ნუ რას ფიქრობ, რას აკეთებ, სათხარ მიდი აბა, ეხლა გონს მოდი და მახსოვს, სულ ვამბობ ხოლმე, აბაზანაში მქონდა ბაბუაწვერების ისა დიზაინი და დღემდე არ მიყვარს ბაბუაწვერები ამის გამო. ხო და შევედი ამ აბაზანაში და მოვიბანე ეს პირი და გადავწყვიტე, რომ ეს იყო ბოლო დღე.
და უნდა დამეწყო ყველაფრის შეცვლა. და აქედან დაიწყო ის ძიება, რაზეც ეხლა საუბრობდი, კვლევა, ამ პროცესში იყო შეჩერებაც, ფეხის წამოკვრაც, აქცევაც, მაგრამ ყოველთვის იყო რამდენი წელი გაგრძელება. გრძელდებოდა? წელი 4. თვითშემეცნების პროცესი და მანამდე განშორებიდან რამდენი დრო გავიდა? 8 წელი. ბავშვების გაზრდაში, რჩენაში და ასე შემდეგ არავინ არ გეხმარებოდა? ნუ საწყის ეტაპზე არა. ვერ ვიტყვი იმას, რომ სულ მარტო ვიყავი, მაგრამ რა არის იცი? რაც არ უნდა მხარდაჭერა მიიღო სხვა ადამიანებისგან, როცა შინაგანად მარტო ხარ. ამ დროს არ ჩანს არანაირი მხარდაჭერა. რა ფიქრები მგდიოდა ხოლმე? ფიქრები რომ მე ამის ღირსი არ ვარ, ყველაფერი მე მემართება, რაც უდია სამყარო, ღმერთმა დამსაჯა, უსამართლობა ხდება ყველგან, მე რატომ? ვადანაშაულებდი ყოველთვის სხვას. ეს იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ჩემი, რომ ყოველთვის სხვაში ვხედავდი დამნაშავეს. სინამდვილეში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გონება და ამ გონებაში არსებული ფიქრები. აჰა, შაბლონური, სტერეოტიპული ფიქრები, არასწორი რწმენა წარმოდგენები. როგორ შეიქმნა ის, რაც შენ შექმნე? გამოცდილებიდან გამომდინარე ის მეთოდები, რომელიც მე დამეხმარა, ავკინძე ერთიან კურსად. მეთოდების გარდა სხვადასხვა თეორიების სწავლებები, პრაქტიკები. პრაქტიკებში გულისხმობ მედიტაციებს, ტვინის ვარჯიშებს. მივხვდი, გონება არის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს ადამიანის მეგობარიც და მტერიც. თუ მას სწორად გამოვიყენებთ, შეგვიძლია ცხოვრება შევცვალოთ და გონებაზე რომ იმუშაო, უნდა ავარჯიშო ეს გონება. როგორც ხელს სჭირდება ვარჯიში ფიზიკური, რომ არ მოდუნდეს კუნთი, ასე სჭირდება გონებას ვარჯიში და მივხვდი, რომ ეს ძალიან დამეხმარებოდა და მართლაც ასე მოხდა. დაახლოებით 15 წუთიანი ვარჯიშია. ხვალდახუჭულ მდგომარეობაში კეთდება, მჯდომარე პოზიციაში. დიახ, ერთგვარი მედიტაცია, თუმცა განსხვავებული ინსტრუქცია აქვს მედიტაციისგან. აი მედიტაციის დროს ხო კონცენტრირდები მაგალითად მანტრაზე ან თქვათ სხეულზე, ამ ვარჯიშების დროს კონცენტრირდები კონკრეტულ პირობაზე და ეს პირობები 7 დღეში ერთხელ იცვლება. რახან სამყარო ემორჩილება 7-ეულის კანონს, ყველა 7 დღეში რაღაცა იცვლება, სავარჯიშოს პირობაც იცვლება და ადამიანის მენტალური განწყობაც. თითოეულ სავარჯიშოს ვუძღვებ მოკლედ 7 დღეს. ანუ 7 დღეანია ერთი კურსი? არა, ერთი კურსი არის 5 კვირიანი. მე სხვადასხვა პრაქტიკები მაქვს გამოცდილი, ასე ვთქვათ და იქ რაღაცა ჯგუფურად ერთ საერთო სივრცეში სხედან, ლოტუსის ფორმაში, ერთობლივი მედიტაციები მიდის და ასე შემდეგ. ამ შენს შემთხვევაში ამ შენს გაკვეთილებს რა ფორმატი აქვს? ჩვენ შემთხვევაში ვარჯიშები არის ინდივიდუალურად, სრულდება მარტო. უნდა იყოს ოთახში, არავინ არ უნდა გაწუხებდეს. და მასწავლებელი გჭირდება ამ დროს? თუ შენ უბრალოდ ინსტრუქტორი, მენტორი გჭირდება, ვინც აგიხსნის როგორ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი კითხვები იბადება. როგორ, ანაირად, რატომ და ამ კითხვებს უნდა უპასუხო. დამოუკიდებლადაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, მეც ხომ დამოუკიდებლად შევასრულე, ხო? მაგრამ უფრო გრძელი გზა არის. თუ გეცოდინება ზუსტი ინსტრუქცია და გექნება კითხვებზე პასუხი, ამ დროს უფრო გიმარტივდება რა, ანუ მარტივად გადიხარ ფონს და არ გჭირდება ამდენი დრო. ცნობიერების რა საფეხურზე ყოფ ადამიანზე მუშაობს ნაყოფიერად ეს პრაქტიკა. ამ სისტემას ვადარებ ხოლმე საშუალო განათლებას. ეხლა მოგეხსენებათ, ყველას უნდა ქონდეს საშუალო განათლება, ხო, რაღაცა მომდევნო ეტაპზე რომ გადავიდეს. აი ეს არის საბაზისო ცოდნა, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაშია მისი მენტალობა. ეს არის მსოფლმხედველობა, რომელიც ცვლის შენს შეხედულებებს სამყაროზე, ადამიანებზე. აგვიდასტურა სამყარო. ხო. საკუთარ თავზე, ანუ აბსოლუტურად იცვლება შენი შეხედულება ყველაფერზე. სრულიად ტრანსფორმაცია ხდება. უკვე ამ ტანჯვა წამებას გავლილი ადამიანი უნდა მოვიდეს თუ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ჯერ არ გაუვლია რაღაც ცხოვრებისეული გზა, შეუძლია მოვიდეს და ეს პრაქტიკა გამოადგეს. ზუსტად ამიტომ გვაქვს ინდივიდუალური გასაუბრება. როდესაც ადამიანი მოდის თხოვნით, რომ რაღაც მხარდაჭერას სჭირდება, ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური გასაუბრება, რომ დავადგინოთ რა ეტაპზეა მისი მენტალობა ზოგადად რა უნდა. ხო, არის შემთხვევები, რომ ადამიანმა არ იცის რა უნდა. ხომ ასეთი შემთხვევებიც და იმის მიხედვით, როცა დავადგენთ რა დონეზეა მისი მენტალობა, შესაბამისი კურსი გვაქვს. ანუ გვაქვს სურვილების ასრულების მასტერგასაღები, ეს არის ყველაზე გაყიდვადი კურსი. გვაქვს ზრდის კურსი, გვაქვს რეალობის ტრანსერფინგის კურსი, გეცოდინებათ ალბათ. ზელანდი ჩემი ფავორიტია. აჩქარებულ ტემპში ვცხოვრობთ, დროც ძალიან სწრაფად გადის, ხო? საკუთარი თავისთვის აღარ ხრჩება არც ერთი წუთი. არ არის დრო იმისთვის, რომ უბრალოდ დავფიქრდეთ, რა გვინდა, იწეგან გითხარი, რომ ბევრი მოდის და ვერ ხვდება რა უნდა. რომ ვკითხავ ადამიანს, რომ აი, რაზე ოცნებობ, ხო?
მეტყვის რომ მინდა ვიყო ბედნიერი. რა არის ბედნიერება? ბედნიერება შენთვის სულ სხვა რაღაცაა, ჩემთვის სულ სხვა. და ეს კონკრეტიკა არა აქვს. ერთი საერთო არაა? არა. რა არის ბედნიერების საჭირო შენი აზრით? შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია. ხო, აი მე მაქვს ამაზე ასეთი პასუხი. ბედნიერებისთვის მხოლოდ სამი რამ არის საჭირო. ჯანმრთელობა, ფინანსები და სიყვარული. მხოლოდ ეს, თუ ეს სამი გაქვს, დანარჩენი აღარაფერი აღარ გჭირდება. იმიტომ რომ ჯანმრთელი სხეული როცა გაქვს, ფიზიკურად არაფერი გტკივა. როცა ფინანსურად ჯანმრთელი სხეული შეიძლება გქონდეს, მაგრამ სულიერად იყო ტანჯვაში. ხო, აი ახლა მანდ მივალ. ასე რომ თვად ბოლომდე ვერ მოყვები. აი მანდ მივალ, რა ხდება ბოლო ეტაპზე, ხო. აი მეორე ეტაპი არის ფინანსები, რომელიც აუცილებელია, რომ საბაზისო რაღაცები დავაკმაყოფილოთ და დაგვრჩეს დრო, რომ ვიფიქროთ და განვითარდეთ და მესამე, რაც გარდამტეხია სიყვარული. თუმცა ამ სიყვარულში არ იგულისხმება სხვა პიროვნების სიყვარული მხოლოდ, საკუთარი თავის სიყვარული, ადამიანების სიყვარული. როდესაც ეს სიყვარული მოდის, აი ეგ ჰარმონია და სიმშვიდე, რომელიც ახსენე. თავისთავად ჩნდება. შესაბამისად, ფიქრობ, რომ მხოლოდ ეს სამი რამ გჭირდება. რამდენ ხანში მოვიდა შენთან ეს სამი რამ? და საერთოდ მოვიდა თუ არა? კი, მოვიდა. ცოტა რაღაცება დაიგვიანა, მაგრამ ალბათ ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. პირველი მოთხოვნა, რაც მქონდა, სულ არ მინდოდა სიყვარული და სულ არ მინდოდა სიკეთე და არაფერი, ფინანსური კეთილდღეობა. ეს იყო ჩემი პირველი მოთხოვნა, რომ აი საბაზისო რაც მქონდა, ეს მნიშვნელოვანი მომენტები დამეფარა. ეს ფინანსური პრობლემები რომ დავალაგე, შემდეგ მივხედე ჯანმრთელობას. მხოლოდ შენი დაალაგე, ხო? კი, ჩემით. მერე მივხედე ჯანმრთელობას. წარმოგიდგენია, უკუღმა დავიწყე. ჯანმრთელობა რატომ დღეს არასდროს არ გვაქვს პირველ ადგილად? იმიტომ რომ ვერ ხვდებით რა ძვირფასია. ხო. მერე დავიწყე ძიება, აბა რამჭეს, აბა ანალიზი, აბა ეს და ნუ მოკლედ ჯანმრთელობის ამბავშიც მქონდა რაღაც არა, მაგრამ მქონდა ასე თუ ისე პრობლემები. პრობლემა ყოველს აქვს. რომლებიც მოვაწესრიგე, მადლობა ღმერთს. და სხვათა შორის მე ვარ ადამიანი, რომელიც არ ცივდება და არ ემართება ვირუსი, რო იცოდე. მშვენიერი. და ბოლოს სიყვარული. ეს იყო ალბათ ყველაზე რთული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, აი ძალიან გამიჭირდა ამ ეტაპზე გადასვლა. ნუ რაღაც ბორბალივითაა, თუ ერთი მხარე ჩავარდნილია, ეს ბორბალი არ ტრიალებს, ხო? ანუ წრე უნდა შეიკრას, რომ ცხოვრება გაგრძელდეს ჯანსაღად, ხო? ეს მესამე ამბავში ჩავარდნა მქონდა სერიოზული, ნუ სიყვარულში. პარტნიორულ ურთიერთობებს გულისხმობ ალბათ. არა მხოლოდ, ნუ თავიდან მეგონა სიყვარული მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობები იყო და მე რომ მივხვდი, რომ სანამ შინაგანად არ იქნები საკუთარ თავზე შეყვარებული, იქამდე რა პარტნიორზე ფიქრობ, მოიცა რა. ხო და დავიწყე საკუთარ თავზე ზრუნვა. და რეალურად ნახე, აქ ცოტა დაიწყე იმ ყველაფრის კეთება საკუთარი თავისთვის, რაც გინდოდა რომ მამაკაც გაეკეთებინა, ხო? და არა მარტო მამაკაც, მშობლებს, ანუ რაც დამაკლდა ცხოვრებაში და რაც მინდოდა რომ მქონოდა, ყველაფერი გავუკეთე ჩემს თავს. და საიდან დავიწყე, იცი? ჰელიუმის ბუშტი ვიყიდე, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს. რავი, რაღაცა სულ მინდოდა ჰელიუმის ბუშტი და არ მქონდა. მერე ყინულის მოედანზე წავედი და ეგეც დავტესტე. მოკლედ ეხა ყველაფერი ვარ ჩამოთვალო, საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყე, მივხვდი რომ სხვა ადამიანი არ მჭირდება და იმ ეტაპზე როცა მივედი, რომ არავინ არ მჭირდება და ვაუ, რა მაგარია ცხოვრება. აი, მაშინ მომიკაკუნა, საერთოდ მოულოდნელად. ხო და მოკლედ ეს პირადი სფეროც დაალაგდა. არა მარტო ვფიქრობ, ხედავ, რომ ბედნიერი ვარ და ამას მივახციე საკუთარ თავზე მუშაობ. რა მაგარია, გიждები ბედნიერი ადამიანების ემოციებზე. 2024 წელს შეიქმნა ჩემი პირველი საავტორო კურსი. როგორი პერიოდია იცი, რომ მივხვდი, რომ არავინ არ მჭირდება. აი ამ პერიოდში შეიქმნა. და თან პროცესში ამ ჩემს მონაწილეებს ვასწავლი, კი იცი, როცა ასწავლი, შენ სწავლობ და ვითარდები და შემდეგ უკვე დაალაგდა პირადი ცხოვრება. ხო, თორე ჯერ დაალაგდა და მერე რაღაც კურსები დავიწყე, არა, პროცესში იყო პარალელურად. ნინი, რა უნდა გაიაზროს ადამიანმა პირველ რიგში იმისთვის, რომ აი ამ შინაგან ტოტალურ სიმშვიდეს მიაღწიოს. იმ თუნდაც სამი კომპონენტის საშუალებით, რაც შენ ახლა ჩამოთვალე. ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ სჭირდება დისციპლინა. ჩვენ გვაქვს გონება, რომელიც მიდრეკილია აქეთ-იქეთ სირბილისკენ. ამ გონებას სჭირდება მოთვინიერება, მართვა. თუ ჩვენ არ ვმართავთ გონებას, ის ყოველთვის გვმართავს ჩვენ. ადამიანმა უნდა გაიაზროს, რომ ის არის მისი ცხოვრების ხელმძღვანელი, რეჟისორი და არა უბრალოდ მონაწილე. ამავდროულად უნდა მიხვდეს იმას, რომ სხვამ თუ შეძლო რაღაცა პრობლემიდან, ფსკერიდან, ზემოთ ამოსვლა და წარმატების
მიღწევა მასაც შეუძლია. აი შენ მითხარი რომ წინასწარო ვამზადებო რაღაც ლექციების სახით სანამ პირდაპირ პრაქტიკებზე გადავალთო და აი კონკრეტულად რა არის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რასაც ააზრებინებ პრაქტიკების დაწყებამდე მონაწილეებს. ხო. ჩემი აკადემიის წევრებს ძალიან მიყვარს ისინი. საწყის ეტაპზე ვაცნობ რა ხდება სამყაროში. რა არის ადამიანის სხეული. ფიზიკურ დონეზე ტვინი სად არის და რა ფუნქცია აქვს. სად არის მზის წნული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ კავშირდება ცნობიერი და ქვეცნობიერი გონება. რატომ აქვს მნიშვნელობა მათ თანმდებ მუშაობას. რატომ უნდა ჩამოყალიბდეს ადამიანი როგორც სისტემა. ანუ ფიზიკურად კი ვართ ჩვენ, თქვათ, სისტემა აგებული, მაგრამ ფსიქოლოგიურად, ანუ როგორ მოქმედებს? როგორ დააპროგრამო გონება? ხო. როგორ მოქმედებს? კი, როგორ მოქმედებს აზრები ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენი უპირატესი აზრები ქმნის ჩვენს მენტალურ განწყობას და ამ მენტალური განწყობის შესაბამისად იქნება ჩვენს ცხოვრებაში გარემოებები, ადამიანების სიტუაციები, ხა ჩვენც რო შევხვდით ერთმანეთს, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი გონების დამსახურებაა და ალბათ შენი გონებისაც, იმიტომ რომ შენც ალბათ ეძებ ისეთ ადამიანებს და მეც თავისთავად, ხო, ეგრე არის. ხო და ამას ვუხსნი, რომ აი ესე ჯერ უნდა გაიაზროს, რომ ეს სისტემაა, მე ამ სისტემაში რა ორგანოს რა მნიშვნელობა აქვს. იცით ალბათ, რომ 7 ჩაკრა გვაქვს და ეს ჩაკრები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ადამიანის ზოგადად ჯანმრთელობაზე, ცხოვრებაზე. ნებისმიერი ფიზიკური დაავადების წინა პირობა ალბათ მაინც ფიქრები, აკვიატებული აზრები და შიშები. აქედან ჩდება, რავი, 70%-ზე მეტი დაავადება. შიში არის ადამიანის ყველაზე ძლიერი მტერი. სანამ ეს პირადი ეშმაკი არ არის განადგურებული, წარმატების მიღწევა ძალიან რთულია და შიში რო გაანადგურო, უნდა აწარმოო შიშის საწინააღმდეგო აზრები, საპირისპირო აზრები. რისიც გეშინია, იმის საპირისპირო აზრები, მაგალითად აზრები სიძლიერეზე, სიმამაცეზე, გამბედაობაზე. და როცა ასეთ აზრებს აწარმოებ, შენი სხეულიც გრძნობს ამას. აი ახლა მაგალითი რომ მოგიყვანო, ნებისმიერ რამე რომ მოგიყვე, სასიამოვნო სახეზე ღიმილი აღგებეჭდება, სამწუხარო რომ მოგიყვე, დამწუხდები, ხო ასეა. როგორც სახეზე აღგვებეჭდება ხოლმე, აი ესე გრძნობს მთელი სხეული იმ ემოციას, რასაც ჩვენ გადავცემთ. ეს სიმპათიკური ნერვიული სისტემით გადაეცემა მთელს სხეულზე და სხეულის გარეთაც მოდის და როგორც ეხან ვახსენე მზის წნული, ეს არის აი ეგ კუჭის უკან ნაწილში ჩაკრა, რომელიც ძალიან გავს რეალურ მზეს. და როგორც რეალური მზე, ისე ასხივებს. ყველა პრობლემას ქალურს თუ მამაკაცურს იწვევს ფიქრები, რომელიც გვაწუხებს და ამ ფიქრებს ჩვენ ვერ ვაკვირდებით, ანუ ავტომატური ფიქრები. შეიძლება ეხლა ჩვენ ჭურჭელს რეცხავდეთ, რაღაცა საქმეს ვაკეთებდეთ და იმ დროს, როდესაც ჩვენ არ ვაკვირდებით, ავტომატურად ტრიალებს ფიქრები. ანუ შეგემჩნევია ფიქრის უკან ფიქრი და კიდევ ფიქრი. აი ეგ ფიქრები გვანგრევს რა, თუ ჩვენ არ გამოვიკვლიეთ. და როდესაც ვართ უკვე პროცესში და ვაკვირდებით რაზე ვფიქრობთ, ანუ დამკვირვებელი როცა ვართ. მაშინ ვიჭერთ ამ ფიქრებს და ამოვიღებთ ხოლმე, უი, ამის მეშინოდა, უი, ეს ფიქრი ყოფილა, უი, ეს მაწუხებდა. განსაკუთრებულად არის და ყველაზე ძლიერი შიშია. აი ფიქრი უნდა დაბლოკო? აი ეს ცუდი ფიქრი, რომელიც შემოდის ხშირად. არა, უნდა შეხედო. აბა ერთი რას გეუბნება, შეაფასო. აი, შეხედო რა არის ეს ფიქრი, საიდან მოვიდა. ნამდვილია ეს ფიქრი, მოგონილია, ვინმესგან აიღე. მაგალითად ფიქრი, რომ ვიღაცა ავარიაში მოხვდა და მეც შეიძლება მოვხვდე, ხო შეიძლება ესეთი ფიქრები ადამიანს გაუჩნდეს და უჩნდებათ ხოლმე. უნდა შეაფასო. ზოგჯერ ხო არის რომ ფიქრობ, რომ შეიძლება ვაიდა ინტუიცია. ანუ ეს ნეგატიური ფიქრი ინტუიციისგან როგორ უნდა გაარჩიო? ინტუიცია ნახე უეცარია, არაფრისგან გამომდინარე. ხო შეიძლება სულ სხვა რაღაც საქმიანობას აკეთებდე, სულ სხვა პროცესში იყო და უცებ წკაპ რაღაცა აზრი გაგიჩნდეს და ეს ინტუიცია, მაგრამ როდესაც დაინახე ხანძარი მეზობლის სახლში და აბაჩქარა მივარდი, ხო ყველაფერი ჩაკეტილი მაქვს და გაზი ხო არის გადაკეტილი, ეს უკვე ინტუიცია არ არის. მიხვდი ეს შიშია, შეგაშინა. და წამოგიღო რა, ანუ წაგიღო ამ შიშმა. ინტუიციას ახასიათებს უცაბედობა, ანუ არალოგიკურობა. არ გამომდინარეობს რაღაცა ფაქტიდან, მოვლენიდან, აი რაღაცა მოხდა და ინტუიცია მომივიდა, არა. არალოგიკურია და შიში უფრო ლოგიკურია. ანუ ის წაიქცა, შეიძლება მეც წავიქცე. მიზეშედეგობრივი კავშირები აქვს შიშს, ხო? აი ეს 7 დღე რას ნიშნავს? ეს პრაქტიკის 7 დღე. თითოეული სავარჯიშო სრულდება 7 დღის განმავლობაში და შემდეგ გადავდივართ ახალ ეტაპზე და რატომ? გამეორება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია გონებისთვის. გონებამ თუ არ დაისწავლა რაღაც, ისე აზრი არ აქვს რაღაცის კეთებას. ოსტატობა ვარჯიშთან ერთად მოდის, ეს ფრაზა ძალიან მიყვარს.
და ზუსტად ამას გულისხმობს, რომ 7 დღის განმავლობაში რომ იმეორებ ერთსა და იმავე რაღაცას უკვე მეხსიერებაში გადადის. ანუ ცნობიერი გონების მიერ ათვისებული ინფორმაცია გამეორების შემდეგ გადადის ქვეცნობიერ გონებაში და ხდება ავტომატურად. ანუ გამოდის რომ საკუთარ ცხოვრებას აპროგრამებ. რა თქმა უნდა, აბა, საკუთარ ცხოვრებას აპროგრამებ და სანამ დააპროგრამებ, უნდა დაწერო. ესეც პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე. რატო ეხლა თუ შენ კარგად არ გაქვს განსაზღვრული რა გინდა და არ გაქვს ეს სურათი მკაფიოდ წარმოდგენილი, ძალიან რთულია კონცენტრაცია გააკეთო ამ სურათზე. იმიტომ რომ გონებას როგორც უკვე ვთქვი, სხვადასხვა აზრები აწუხებს და ერთი იდეიდან მეორეზე შეიძლება გადავიდეს. ცოტა უღალატოს საკუთარ იდეალს, ხო? ამიტომ კარგად უნდა გაანალიზო რა გინდა, დაწერო. ჩამოაყალიბო, შეიტანო შესწორებები, გაამრავალფეროვნო და მერე უნდა იმუშაო ამას. ეხლა ეთყობა დაემთხვა ამ გადაცემას თუ რა არის, არ ვიცი, გუშინ საღამოს ჩემი ძველი ბლოკნოტი გადმოვიღე და ვნახე რომ შიგნით ლამაზ ესე ფურცლებად 20 ცალი ფურცელი მაქვს ესე გამოჭრილი, გადაკეცილი, გადავხსენი და თითოეულში 20 სურვილი მაქვს ჩამოწერილი და ეს არის 1-2 წელია მიდევს და რო გადავხედე აქედან 50% უკვე ასრულებულია. გილოცა. ხო, და ანუ ამით იმის თქვა მინდა რომ ეს ჩამოწერილი სურვილები და შენახული მართლა მაგრად მუშაობს. კი, წერა მუშაობს. საწერი კალამი და ფურცელი ხელნაწერები არ იწვისო ბულგაკომას ჯერ კიდევ როდის თქვა. ძირითადად გოგონები არიან, ქალბატონები არიან, ხო? კი, თუმცა მამაკაცებიც ყავს და მიხარია სხვათა შორის. აქვე რიცი რას გეტყვი, ანა, მამაკაცებს უფრო დიდი პრობლემები აქვთ ვიდრე ქალბატონებს. მაგრამ ქალებს გვაქვს ეს უპირატესობა, რომ შეგვიძლია ვიტიროთ, გამოვხატოთ, რაღაცა ვიწუწუნოთ და მამაკაცები ძირითადად არ საუბრობენ ამ ყველაფერზე და აქვს პრობლემები, მეგობრებო? ხო, არ საუბრობენ და რაღაცა საკუთარ თავთან არიან და თუმცა ვინც ყოფილა ჩვენს კურსზე და გაუშლია ეს საკუთარი მდგომარეობა, ბევრად მძიმე ყოფილა ვიდრე ქალებისა. და მიმართულებითაც სჭირდებათ მამაკაცებს მხარდაჭერა. აი, როგორ უნდა მიხვდე, რომ მორჩა, უკვე რაღაც გზებს უნდა მიმართო და გჭირდება თუნდაც ვიღაცის დახმარება. როცა ამჩნევ რომ არავის დანახვა არ გინდა, გინდა წოლა, მარტო ყოფნა, გაწუხებს ფიქრები ნეგატიური, შფოთვა, ფიქრობ რომ სამყარო უსამართლოა, ღმერთი არ არსებობს, ფიქრობ რომ სხვას გაუმართლა და შენ უბედური ხარ. აი ასეთი ფიქრები თუ დაგეწყო, აბა სასწრაფოდ, რაღაცა ჩემს გონებაში ვერ არის თქვა კარგად უნდა მიხვდე. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ალბათ მაყურებლისთვის იქნება ეს, რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ფინანსურ კეთილდღეობას დამოუკიდებლად მივაღწიოთ. შენ თქვი, რომ პირველი აი ეს სფერო განვავითარეო, ხო? პირველ რიგში უნდა დაწერო შენი შემოსავალი და გასავალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აჰა. ანუ შეიძლება იფიქრო, რომ მე მაინც მახსოვს ეხა მაღაზიაში რაც ვიყიდე, მაგრამ ასე არ არის, უნდა დაწერო, რა შემოსავალი და რა გასავალი გაქვს. აი დაღლის ბედნიერია ჩვენთან ერთად. ასევე დაწერო, აი რაღაცა მიზანი გაქვს, თქვათ 5 მიზანი პირობითად. ნუ საშუალოდ ესეა. ეს 5 მიზანი გლობალური უნდა იყოს, მასშტაბური, უფრო სწორად ამ 5 მიზნის ქვეშ თავისთავად რაღაცა ქვემიზნები იქნება და უნდა შეხედო შენი ყოველდღიური ცხოვრება, შენი ყოველდღიური თუნდაც ხარჯი, თუნდაც გადაადგილება, თუნდაც დრო, რომელიც ფულია, ხო? თუ ემსახურება ამ მიზნების შესრულებას. თუ შენ ახლა მიზანი გაქვს, რომ მაგალითად მანქანა შეიძინო, ხო, ავტომობილი შეიძინო და აგროვებ ამისთვის ფულს და ყოველ დღე თქვათ კაფეებში დადიხარ და არ გაქვს შესაბამისი შემოსავალი, ვერ შეაგროვებ, ხო, ფულს და უნდა დაფიქრდე, აი მე ყოველ დღე კაფეებში დავდივარ. ემსახურება ჩემს მიზანს? ემსახურება იარე, თუ არა და შაბა. ეს მიზნების ფორმულირება ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარ თავზე მუშაობა მოიცავს არა მხოლოდ მიზნების ფორმულირებას, დროის მართვასაც. დროის მართვა არის უპირველესი დისციპლინა. თუ დისციპლინას არ ჩამოაყალიბებ, რაშიც ჩემი კურსები ძალიან ეხმარება ადამიანებს, იმიტომ რომ კონკრეტულ დროს ვაძლევ სავარჯიშოს და ეს დისციპლინა აი დილით ადრე ადგომა, თავისი რუტინა, თავისი ვარჯიში, უკვე მთელ დღეს შემოქმედებითი ადამიანებისთვის რთულია ეს რუტინა და დისციპლინა. ნუ ვიღაცას მარცხენა ტვინის მხარე უფრო მეტად აქტიური აქვს, ვიდრე მარჯვენა და ასე. ხო და მაგას ვაკეთებთ რომ ეს ნახევარსფეროები დააბალანსო. ეგ არის ჩვენი საქმე, რომ ვინც ცოტა ესეთი ტიპი ინერტული, ალბათ, ხო? ეს ყველაფერი ლა გინდა კაცო შენ ლა. არ გშორდება. ფულის ენერგიას იზიდავს დისციპლინა, ესე მარტივად რომ ვთქვათ? არა მხოლოდ დისციპლინა. საკუთარი თავის მართვა. თუ
ვიცი როგორ მართო საკუთარი თავი, არა მხოლოდ მაშინ როცა რაღაცას ვყიდულობ, ყოველდღიურობაში. ვიცი როგორ მართო ჩემი ფინანსებიც. ხო ეს ერთი რაღაც ფორმულა გააკეთე ეს და გექნება ფული არ არსებობს, ეს არავინ არ თქვას. კომპლექსურია. არ მახსოვს რომელი ლიტერატურა იყო. ნუ ეზოთერიკული რომელიღაცა. ესე იგი ფულის ენერგია და სექსუალური ენერგია ერთია რა. ჯერ სექსუალურია, მერე ფული. კი, ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის ეს სექსუალური ენერგიაც. ჩვენთან სამწუხაროდ აღიქვამენ ცოტა არასწორად, თორე კი, პირდაპირ კავშირშია ფულის ენერგია სექსუალურ ენერგიას. სხვათა შორის მე გავიგე, გავგიშდი. ხო, მე სულ რაღაცა ერთი რამდენიმე წლის წინ გავიგე რა. კი, მე ძალიან გამიკვირდა რა შუაშია თქო, მაგრამ არის კავშირი. სექსუალური პოტენციალი თუ არ არის გამოტანილი და აკუმულირებულია და ჩაკეტილია, რთულია ფინანსურ, ასე ვთქვათ, არხზე გასვლა. კი, და ჩაკეტილი აქვს ყველა საქართველოში. ყველა ჩაკეტილი. ცოტა არ არის კაცო, აღა ერთი კონკრეტული პარტნიორი უნდა გქონდეს. იცი რა, აი ზუსტად ეგეშლებათ, რომ სექსუალური ენერგია არ გულისხმობს სექსს. ხო. ხო, ეგ არის განსხვავება, ანუ უშუალოდ ინტიმს არ გულისხმობს. ხო, ეს არის სხვა ენერგია. აჰა. არ არის აუცილებელი პარტნიორი ყავდეს იმისთვის, რომ ეს ენერგია განავითარო. თავარია ისწავლო მისი მართვა. ზემოთ ამოტანა როგორც თქვი. ია გესმის თუგა? არაფრით არ შეიძლება. იუნგი. კი, მიყვარს იუნგიანელი ვარ მე ხო. იუნგი საუბრობს ამაზე და ფილმიც არის სხვათა შორის ამაზე გადაღებული, ძალიან საინტერესო, თუ გინდა მე გაგიზიარებ, რომ იუნგის და ფროიდის. ხო, ცოტა. კი. იმიტომ ვთქვი, რომ მენტალური ზრდის აკადემიის კურსები არის მრავალმხრივი და საფხედველობას საერთოდ ცვლის, რომ ყველა სფეროს ვეხებით და ყველა მიმართულებას, მათ შორის ამ ენერგიებსაც. აჰა. კი. ხوار დავესწრო შენს კურსს, მაინტერესებს. სიამოვნებით დაგპატიჟებთ. თავი სხვათა შორის დავიპატიჟე. ახლა ახალი ნაკადის მიღება გვაქვს, მე-7 ნაკადი გვყავს. ხო, მე-7 ნაკადი არ არის ცოტა. ხო. შეგიძლია შემოგვიერთდე. შემოგიერთდებით. აი შენ თავშივე მითხარი, რომ როგორც კი შევიყვარე საკუთარი თავი და მივხვდი, რომ არავინ არ მჭირდება იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერიო და საკუთარი თავის მყოფნის ამისთვის და მორჩა თვითმყარი ვარო, მაშინ დაიწყო დალაგება რაღაცეებმა და ძალიან რთულია ამ მდგომარეობას რომ მიაღწიო. გასაგებია, მაგრამ პირველი ნაბიჯარი ამის გაგება. რომ გაიგორ ერთი რა ხდება. ანუ გაიაზრო, დაინახო სურათი, რატო გაქვს ის მიჯაჭულობები. თუ ხედავ, რომ ურთიერთობებში მეორდება ერთი და იგივე სცენარები, მუდმივად ღალატობენ, მუდმივად მიდიან შენგან, არ გაღიარებენ, უნდა მიხვდე, რომ პრობლემა სხვაში კი არ არის. შენშია, თუ რამდენჯერ მანამ მოვლენ ეგეთი პარტნიორები, სანამ შენ არ უნდა. რამდენჯერ უნდა გაგიმეორდეს, ლაგანახა ხმა 100 ჯერ. ხო და მე უნდა მიხვდე, სანამ არ მიხვდები, ეს დაუსრულებლად გაგრძელდება. მაგრამ როცა მიხვდები, აი ბევრი რაღაც იხსნება რა. აი შენ შემთხვევაში ეს გარდამტეხი მომენტი რა იყო, როცა მიხვდი, რომ ყოფნის საკუთარი თავი ბედნიერებისთვის. ჩემი პირველი მოგზაურობა იყო, საკრუიზო მოგზაურობაზე ვიყავი, 30 წლამდე არსად არ ყოფილა საქართველოს გარეთ. მართლა? ხო, და ამ პირველ მოგზაურობაში როცა ვიყავი, აივანზე ვიდექი და გავყურებდი ჰორიზონტს და ნუ ამ დროს ეხა ძალიან ფართოვდება ცნობიერება და იხსნება გონება და მაშინ მიხვდი, რომ აი ძალიან მაგარი ბედნიერი ვიყავი და შევიგრძენი ეს რაღაცა სისავსე. აი კარგად ვარ ვიგრძენი, რომ აი არაფერი არ მჭირდება. მაგრამ მარტო იმიტომ კი არა, რომ იქ ვიყავი. აი რაღაცა ბევრი რაღაცა ჩაეტია ამ ემოციაში და მიხვდი, რომ მორჩა, აი კარგად ვარ რა. და სულ ამ მდგომარეობაში ხარ მას შემდეგ? არა. არის ეს რაღაცა. არის. კი, არის ეს რხევები არის, ჩავარდნებიც არის. ახასიათებს საერთოდ ტრამვებს მობრუნება. აბა ერთი თუ ხარ ისევ მაგრად შეგახსენებს ხა. კი, უეჭოლად ახასიათებს მობრუნება და ვფიქრობ ეს მობრუნება საჭიროა. და როდესაც მობრუნდება რომელიმე ტკივილი, რომელიმე შიში და იმ მომენტში თუ გაგახსენდება, რომ შენ ეს გზა უკვე გავლილი გაქვს? ეს გზა უკვე გავლილი გაქვს და ყავს უდიდესი დამცველი ღმერთი და გულში იტყვი. იყოს ნებაშენი უფალო. თუ ამას იტყვი, წმენით მორჩა. ის მერე აღარ მობრუნდება და სანამ ამას არ გაიაზრე, ხო. აი იქამდე შეიძლება მობრუნდეს. ძალიან დიდი მადლობა ნინი.
მიხარია რომ აღმოგაჩინე და მადლობა რომ მოგწერე. მე მინდა აქვე მაყურებლებს უთხრა რომ ვისაც რაღაც საინტერესო кейსები გაქვთ, საინტერესო ისტორიები გაქვთ მოსაყოლი ან ასე შემდეგ და ბათუმში ცხოვრობ, აუცილებლად მოგწერეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე. ნინი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მე მგონია რომ ჩვენ რაღაცა ჩვენი ურთიერთობა კიდე გაგრძელდება. მეც ასე ვგრძნობდა მართლა. ძალიან მაგარია. კი. ეს შეგრძნება ძალიან მაგარია. მადლობა. მადლობა შენც და თქვენს ბიჭებო.